კახეთში რამდენჯერმე მოსული ძლიერი წვიმების, სეტყვის და გვალვის შედეგად რეგიონის სოფლები დახმარებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ საზამთრო და ბოსტნეული თითქმის მთლიანად განადგურებულია. სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ვენახსაც. მოხდება თუ არა ზარალის დათვლა და აპირებს თუ არა ხელისუფლება მათ დახმარებას. თემას ჩემი კოლეგა კახა კუპატაძე განაგრძობს. ეს ერთი მთელი აღარ, ეს სულ მთელი კუდარი, ეს არის ახლა უკვე 100%. ნოდარ ვარდიაშვილი წელს 20 ტონამდე მოსავალს ელოდებოდა, თუმცა მოულოდნელმა სეტყვამ ვენახი მნიშვნელოვნად დაუზიანა. ღეროებზე ყურძენი უკვე დაჭკნა და გაშავდა. ფერმერი ჩივის, რომ ვენახის იმედად აღებული საბანკო კრედიტის გადახდა გაუჭირდება. შერეული ვენახია 60% არის ქინძმარაული, საფერავი, 40% არის რქაწითელი. აქედან დასეტყვილია 90%, რომელიც უნდა მომეღო მე 20 ტონა ყურძენი. დღესდღეობით აბა რა ვიცი, რამდენს მივიღებ, რამდენს დავკრე, ან ამ დაზიანებულ ყურძენს ვინ მიიღებს? სესხები გვაქვს გამოტანილი. ვინ დაგვიფარავს ამ სესხებს? სესხი გამოვიტანე და ვენახი ვიყიდე. ეს არის სულ სეტყვისგან დაჟეჟილი. ეთყობა კიდევაც ეგე ნასეტყვები. ვენახთან ერთად მძიმე მდგომარეობაშია საზამთროს ბაღებიც. სხვადასხვა დროს მოსულმა სეტყვამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მესამედ მოვიდა ერთი 15 წუთი გაგრძელდა სეტყვა და ვაფშე გაანადგურა ბაღი. რომელიც რომ კაპიკად აღარ ვარგა რა. ბაღი. ველოდებოდი ერთი 40 ტონას მაიც მინიმუმი, რომელიც რომ უნდა დემეკრიფა 40 ტონა. ამოვიღები 5 ტონა 40 ტონიდან. ხარჯებია, იმასაც ვერ ავფარავ. რა ვიცი, რა ვქნა კი, კრედიტი მაქვს გამოტანილი. კრედიტი მაქვს მოყვანილი ეს ბაღი. გლეხებმა სერიოზული ზარალი ნახეს მაცვლეულ კულტურებშიც, რომელიც ჯერ ყინვამ, შემდეგ კი ძლიერმა ქარმა და გვალვამ დააზიანა. გლეხების ნაწილი დამატებითი ხარჯის გაწევას აღარ აპირებს. 45 ჰექტარი დავთესე ხორბალი. დათესის შემდეგ სასტიკი ქარები იყო. მიწასვლა გადაფხიკა. მერე მოყვა მაგას ყინვა. აღმოცენება რომ დაიწყო ძალიან ცუდი აღმოცენება წამოვიდა. ნუ ასე თუ ისე მაინც რაღაც იმედი მქონდა რომ უნდა მოსავალი აგვეღო. მაგრამ უამინდობა შეხვდა. გვალვა ძალიან დიდი. რაც ხორბალი მოვიდა, თავში უკვე ჭუპრი გაუჩნდა. შევწავლით, მაინც არაფერი არ უშველა. დაზარალებული ფერმერების პრობლემებს კარგად იცნობენ სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში. ირინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ საბანკო კრედიტების ერთი წლით გადავადება უნდა მოახდინოს და გლეხები მიწის გადასახადიდან გაათავისუფლოს. მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ვაცნობეთ, რომ კახეთში მოსალოდნელი იყო საშინელი კრიზისი. და ამისთვის რაც შეიძლება დროულად განხორციელებული იყო ისეთი ღონისძიებები, რაც მიეხმარებოდა როგორც ფერმერს, ისევე ქვეყანას. მაგრამ სამწუხაროდ არანაირი ხელშესახები ქმედება არ იქნა განხორციელებული და შედეგი სულ მალე რეალური და ხელშესახები გახდა. ფაქტობრივად, თუ ავიღებ ციხნაღის რაიონს, მხოლოდ ციხნაღის რაიონში 16000 ჰექტრიდან 6000 ჰექტარამდე ფართობში საერთოდ ვერ შევიდა კომბაინი. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, როდის და რა ფორმით მოხდება სტიქიით დაზარალებულების დახმარება, ეს ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. შალვა ფიფია სამომავლო პრევენციულ გეგმებზეც საუბრობს. ხდება კონკრეტული ზარალის და კონკრეტული დაზიანების შეფასება და შემდგომ გააწყდება მიღებული იქნება ინდივიდუალური მთავრობის. ხელი მოეწერა KfW-სთან საგრანტო ხელშეკრულებას, ისინი ამ გრანტის ფარგლებში აკეთებენ კვლევას და ჩვენ ვეცდებით რომ უახლოეს პერიოდში სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის პროექტი დავდოთ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პრობლემები მომავალში დაწესებული იყოს თავად. დაზარალებული გლეხების დათვლის პროცესი უკვე დასრულებულია. როდის მოხდება მათი დახმარება, მთავრობა გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.